ერთ საათზე მეტია ქალთა ციხეში მზია ამაღლობელის ძმა იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტს ისევ პატიმრის სტატუსი აქვს. დის გათავისუფლების იმედით მალხაზ ამაღლობელმა ჟურნალისტებთან ერთად ღამე პენიტენციურ დაწესებულებასთან გაათენა. პატიმრების გათავისუფლების მოლოდინში ოჯახები და სამოქალაქო აქტივისტები დარჩნენ გლდანის ციხესთანაც. ეგრეთ წოდებული შეწყალების აქტის გამოცემიდან 12 საათის შემდეგაც კი არავინ იცის, ვისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო ოლიგარქმა. ქეთი ნადიბაიძე მუშაობს რუსთავის ციხესთან, რომელიც დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ თითქმის 2 საათია მალხაზ ამაღლობელი იმყოფება რუსთავის ქალთა ციხეში. ეს არის მზია ამაღლობელის ძმა, რომელიც დაახლოებით 10 საათისთვის შეუშვეს 2 საათიან პაემანზე მის დასთან, თუმცა ჯერჯერობით მას ციხე არ დაუტოვებია და ველოდებით მის გამოსვლას, რათა უფრო მეტი შევიტყოთ მიხეილ ყაველაშვილის ამ შეწყალების აქტთან დაკავშირებით. უფრო სწორად კი იმის შესახებ მოხვდა თუ არა შეწყალებულ პატიმართა სიაში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ვინაიდან ადმინისტრაციის მხრიდანაც კი რაიმე ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არ გვაქვს, არც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მხრიდან, არც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ვცდილობთ, რომ სხვადასხვა გზებით მოვიპოვოთ ინფორმაცია, რა ეტაპზე არის აი ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი და დაწყებული არის თუ არა ციხეებში შეწყალებული პატიმრების გაშვების პროცედურები. არ ვიცით ცხადია დანამდვილებით მზია ამაღლობელი ამ შეწყალების აქტში მოხვდა თუ არა. ეს არის მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია. გარდა ამისა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ შესაძლოა ის მოხვდა ამ სიაში, თუმცა ციხეს არ დატოვებს, რადგან მაგალითად ამ სიაში მოხვდნენ ისეთი პატიმრებიც, რომლებსაც მხოლოდ სასჯელი შეუმცირეს. აი ასეთი არის მხოლოდ ვარაუდები და უკვე მრავალი საათია არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს, არამედ პატიმრების ოჯახის წევრებსაც უწევთ ვარაუდების განხილვა და მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, რადგან როგორც გითხარით, ოფიციალური ცნობები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ გვაქვს. ვიცით მხოლოდ ის, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა და 159 პატიმრიდან რამდენი დატოვებს ციხეს და რამდენი შეუმცირდა სასჯელი, აი ეს ინფორმაციაც კი ჩვენთვის ცნობილი არ არის. მანამდე სანამ მზია ამაღლობელის ძმა დატოვებს საშელასრულების დაწესებულებას და შევეცდებით, რომ მეტი გავიგოთ მისგან თუ რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ციხეებთან პატიმრების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ მოლოდინის რეჟიმში, მათ შორის ჩემი კოლეგები იმყოფებოდნენ რუსთავის ქალთა ციხესთან, გარდა ამისა გლდანის ციხესთან იმყოფებოდნენ პატიმრების ოჯახის წევრები, რომელთა შორის ასევე იყვნენ და დღესაც არიან დღეს დილიდან პატიმარი დემონსტრანტების ახლობლები და ელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები და ვინ დატოვებს ციხეს მიხეილ ყაველაშვილის მიერ გუშინ გამოცემული შეწყალების აქტიდან გამომდინარე. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ანუ შეფასებას, იმიტომ რომ ეს სტრუქტურა პრინციპში უნდა იყოს დაალაგებული და ესე არ უნდა მუშაობდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც არეულობაა, თორემ და რაღაცას ვერ უძღვებიან, თორემ 159 კაცი არც ის რაოდენობა არ არის, რომ ასე არ მოგვარებულიყო, თუნდაც 1 საათში და თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში და დილის განმავლობაში პატიმრების გამოშვება, კაი, ხო, პოლიტპატიმრებზე თუ არ არის თქვა ლაპარაკი, რა დააშავეს მასში სხვა პატიმრებმა. საბას შეწყალებას რეალობაში დიდად არ ველოდები, მაგრამ მაინც გამოვედი, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება და ეხლა ამ თორში და იმაში რომ ქუჩაში არ ყოფილიყო, აქედან გამომდინარე მაინც მოვაკითხე და ვნახოთ რა განვითარდება სიტუაცია. გუშინ ნათლისღების დღეს ამ ჩვენმა მორწმუნე ეკლესიურმა ქრისტიანმა მართლმადიდებელმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ მოსახლეობას მოუწყო წამების დღე. ტერორი, ფსიქოლოგიური ტერორი ეს არის, რაც დღემდე და ამ წუთამდე გრძელდება, ხო? ჯერ დღის ბოლომდე და ღამის 11 საათამდე არ გვითხრეს რამდენი პატიმარია შეწყალებული და ახლა არ ვიცით საერთოდ პოლიტპატიმრები, რომელთაც ჩვენ ველოდებით არიან თუ არა შეწყალებულები. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ჩვეულებრივი პატიმრებიც, რომელთაც ალბათ ნახევარზე მეტი მოხდილი აქვთ. აც თუ ისე მძიმე დანაშაულისთვის არიან ციხეში. ისინიც მათ დაწერილი აქვთ შეწყალების მოთხოვნა, ხო? ისინიც აღმოჩნდნენ აი ამ წამების და ტერორის მსხვერპლი. მოვედი იმისათვის, რომ მიყვარს ჩემი მეგობრები, რომელთაც აქ ღამე გაათენეს, რომელნიც აქ მთელი დღე იყვნენ
იმისთვის მოვედი რომ ერთად ვიყოთ და მზია მიცოდეს რომ ჩვენ აი აქ ვართ და ყველა პატიმარმა იცოდეს რომ აი ჩვენ გარეთ ვდგავართ. მე საზოგადოებას განვუმარტავ, რომ აი ამ გაურკვეველ ვითარებაში და მოლოდინის რეჟიმში არ არიან მხოლოდ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ასეთივე ვითარებაში არიან სხვა პატიმრების ახლობლებიც, რომლებიც მოხვდნენ მიხეილ ყაველაშვილის სიაში, თუმცა ამ დრომდე ოჯახის წევრებმა არ იციან მათი სახელები და გვარები, ანუ ვინ არიან ამ სიაში, ვის მოუწევს უახლეს პერიოდში სასჯელასრულების დაწესებულება, ან ვის შეუმცირდა სასჯელი. აი ეს ოჯახებიც, პატიმრების ოჯახებიც არიან გაურკვევლობასა და მოლოდინის რეჟიმში, რადგან ცნობილი ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან არ არის, თუ რა ეტაპზე არის ამა თუ იმ ციხეში პატიმრების გაშვების პროცედურა და როგორი არის ვადები. მე საზოგადოებას განვუმარტავ, რომ როგორც წესი, ასეთი შეწყალების აქტები ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, თუ კი რაიმე კონკრეტული დათქმა არ არსებობს ამავე დოკუმენტში ვადებთან დაკავშირებით და გუშინ ღამით 11-ის ნახევარზე გამოქვეყნდა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია შეწყალების აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე 12 საათზე მეტია გასული და პროცედურები წეთით უკვე დაწყებული უნდა იყოს ციხეებში. კიდევ ერთ დეტალს გეტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ღამის განმავლობაში და დღეს დილითაც რამდენიმე საათია უკვე ფორმულას გადამღები ჯგუფი, აი რუსთავის ქალთა ციხესთან მაგალითად ვიმყოფებით და ჯერჯერობით სხვა რომელიმე ქალი პატიმარსაც სასჯელასრულების ეს დაწესებულება არ დაუტოვებია.